კახეთის შემდეგ რთველისთვის მზადება რაჭაშიც დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამბროლაურის რაიონში ვენახები დაათვალიერა შემოწყვა ყურძნის ხარისხი, გაძომა მისი შაქრიანობა, რომელიც 22-დან 24%-მდე მერყეობს. ბაკურ კვეზერელის განცხადებით, რაჭაში რთველი 2 დღეში დაიწყება. წელს რაჭაში 550 ტონამდე ხვანჭკარის მოსავალს ელოდებიან, რომელსაც ქარხნები მთლიანად ჩაიბარებენ. კვეზერელი ასევე რაჭის მოსახლეობას შეხვდა, სადაც რთველთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა. კახეთის შემდგომ რთველი იწყება რაჭაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის, შესაბამისად ჩვენ ვეცდებით ყველანაირად ძალიან სწრაფად ოპერატიულად გადავამუშავოთ ის რაოდენობა პროზის, რაც არის წელს მოსავალი, დაახლოებით 500 ტონამდე უჯრედული და ალექსანდრიული ჯიშის ყურძენი და შესაბამისად უახლოეს დღეებში ჩვენ უკვე დავიწყებთ მიღების პროცესს. დღეს გავშინჯეთ შაქრიანობა მერყეობდა 22%-დან 23-24%-მდე, ესე რომ ყურძენი არის კონდენსიური, შეიძლება რთველის დაწყება